გამარჯობა ეს განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, მომიტევით თუ კი იმას გავიმეორებ, ასე სამ დღეებში ყველა ლაბარაკობს, მაგრამ თემა ისეთია, რომ გვერდი ვერ აუღარე. უბრალოდ შევეცადე ამეულ, მაგრამ გავჩერდი და გვერდიდან დავაკვირდი. საქმე ეხება ილიაუნის უნივერსიტეტის რეორგანიზაციას. არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავ ამ უნივერსიტეტის პროგრამების შეკვეცის საკითხს, რადგან ნაკლებად ვერ ყვევი ამაში, მაგრამ კითხვები კი დამებადა. მე როგორც მივხვდი ამ ქვეყანაზე მოვლენილი ვარ, რათა კითხვები დავსვა. ანუ ჩემი დანიშნულება როგორც იქნა დავადგინე. და ილიაუნის პროგრამებში ვნახე ანგლისტიკა, გამოყენებითი გერმანისტიკა, საფრანგეთმცოდნეობა, რუსისტიკა. მეგონა რომ ასევე იქნებოდა ესპანოლოგია, იტალისტიკა, პოლონეთმცოდნეობა, უნგრეთოლოგია და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანი ხომ დიადი ნათელია ევროკავშირში შესვლა და ევროკავშირის იდეების გამტარებელი უნივერსიტეტი, ჩემი აზრით, არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ინგლისით, საფრანგეთით და გერმანიით. რუსეთი როგორ მოხდა ამ სიაში გამიკვირდა, მაგრამ ეტყობა რექტორი დობორჯგინიძე ნაცადი გზით წავიდა. მტერი რომ დაამარცხო მას კარგად უნდა იცნობდე და ამაში სრულიად ვეთანხმები რექტორ დობორჯგინიძეს. ამიტომაც არის საგანი რუსისტიკა. სიამოვნებით გავეცნობოდი ამ საგნის შემადგენელ ნაწილებს. ანუ სამეცნიერო ენით რო ვთქვათ, სილაბუსს. საინტერესო რა კუთხით შეისწავლება რუსისტიკა. და კიდე საინტერესოა კურსდამთავრებულს რა ჰქვია რუსისტი? ცოტა საფრთხილო სპეციალობაა. ახლა ისეთი დროა, ვინმე რომ მკითხოს ვინ ხარ და შენ უპასუხო რუსისტი, შეიძლება ბევრი მტკივნეული კითხვაც დაგისვან პირდაპირ გულმკერდში. ვანგლობ ახლა შეძლების დაგვარად. ხო, გამოყენებითი გერმანისტიკაც უცნაურად ჟღერს. მანამდე გამოყენებითი მექანიკა, გამოყენებითი მათემატიკა ვიცოდი, მაგრამ მე ხომ დროს ჩამორჩენილი ვარ და ბევრი რამ რაც უკვე დიდი ხანია საზოგადოებაშია მიღებული, ჩემში გაკვირვებას იწვევს. მაგრამ არა უშევს არ ცოდნა, არ ცოდვა და მე ვცდილობ რომ გავიზარდო. ისე კი დავძენ რომ როდესაც გამოყენებითი გერმანისტიკა წავიკითხე, მე ველოდებოდი რომ ამას სიტყვაზე მოყვებოდა ორგანული და არაორგანული ელინისტიკა, მაგრამ არ მოყვა. საკურსო საგნების ჩამონათვალში ვნახე ასევე ხელოვნებაცოდნეობა. როგორც ვიცი, ანალოგიური ფაკულტეტი არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში. ეს რაც მოვიძიე და რაც ვერ მოვიძიე, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ იქნება სადმე. ხელოვნებაცოდნეობა ძალიან საინტერესო დარგია, თუმცა რამდენად შეიძლება ამ პროფესიით დღეს ლუკმა პურის შოვნა, არ ვიცი. მაგრამ ამდენი ხელოვნებაცოდნე თუ გამოდის უმაღლესებიდან, ალბათ ისინი ვიღაცას სჭირდება. ან და აქ სხვა მომენტია, რა მნიშვნელობა აქვს ვინმე სჭირდება თუ არ სჭირდება. ადამიანს უნდა რომ იყოს ხელოვნებაცოდნე და მერე იშოვის თუ არ იშოვის სამსახურს, ეს მისი პირადი საქმეა. ჩვენ ხომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ბოლოს და ბოლოს ხელოვნებაცოდნეების რაოდენობით რომ გავიდეთ მაინც მსოფლიოში პირველ ადგილზე, განა ეს ცუდი იქნება? ისე კი თუ კი ასეთი ტენდენცია დაიწყო, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი იქნებ სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებაცოდნეობის კათედრებს შორის კონკურსი ან შეჯიბრი გაიმართოს და მერე დარჩეს ის, რომელიც გაიმარჯვებს. დანარჩენებს კი დიდი მადლობა ეთქვას და ასე შემდეგ. მეგობრებო, მე ახლა ამ ჭორს არ მივყვები, რომ ილიაუნის სასწავლებელი არის ნაცების სამჭედლო, რადგან ეს მე ნაკლებად მაინტერესებს. თანაც ერთი-ორი ლექტორი ვიცი ილიაუნიდან, რომელიც შედარებით ნათელ მხარეს დგას. იმასაც ვიტყვი, რომ თუ კი ნაცები არსებობენ ქვეყანაში, მათ შვილებსაც ხომ უნდათ სწავლა განათლება, ხო და ილიაუნი თუ ნაცების ბუდეა და ნაცმა იმ ბუდეში მოათავსოს თავისი ბარტყი აღსაზრდელად და მერე გაიხაროს თუ რა გამოვა მისი შვილიდან. მეგობრებო, მე რომ ვიყო მთავრობა, რომელიც გადამხდელების ხარჯით აფინანსებს სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებას, გადავხედავდი იმ სპეციალობების ჩამონათვალს, რაც მაგალითად ზემოთ მოვიყვანი და
დავინტერესდებოდი რა შედეგს იძლევა ამ კურსზე 4 წლიანი სწავლება. ილეონი რომ კერძო ყოფილიყო, რაც უნდა ის ესწავლებინა სტუდენტებისთვის. გინდ უგანდალოგია, გინდ ანტარქტიდისტიკა და გინდ გამოყენებითი უმპა-ოლიმპიკა, მაგრამ ილეონი სახელმწიფო სასწავლებელია. ადრე მას პედაგოგიური ერქვა და შესაბამისად ის სასწავლებელი პედაგოგიური კადრების მექა იყო. რატომ გადაკეთდა არაპედაგოგიურ უნივერსიტეტად? ვიცი, ამაში სააკაშვილის დიდი ბანჯგვლიანი ხელი ურევია, ის ამაყად გაიძახოდა, რომ მე შევქმენი ილეონია. ჯერ შევქმენი ნათელი, მერე ადამიანი გამოუზერწე და მერე ილეონი დავაარსეო. ანუ მან მაპროფილებელი პედაგოგიური მიმართულება მოსპო და ეს იმ დროს, როდესაც პირიქით პედაგოგების ხარისხი ასამაღლებელი უნდა ყოფილიყო. პედაგოგიური მოსპო სამაგიეროდ ანგლისტიკა შემოიღო. გადაცემის ფორმატი არ მაძლევს ამ თემის ცვლად გაშლის საშუალებას, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, კიდევ ბევრი დრო დაგჭირდება, რათა იმ სოციოპატის მიერ დანგრეული და დაშავებული ორგანიზმი აღვადგინოთ და გავაჯანსაღოთ. თუკი ამის რესურსს მოგცემს უფალი. ილეონს კი წარმატებას და წინსვლას უსურვებ, ოღონდ ჯანსაღ წარმატებას და ჯანსაღ წინსვლას. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.